გარემოს დაცვის სამინისტრო და სატყეო სააგენტო მოსახლეობას ხანძარ-საწინააღმდეგო წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. Ამ საკითხებზე დღეს მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა ისაუბრეს. მათ ინფორმაციით ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 ჰექტარი ტყის ფართობი დაზიანდა. მათივე თქმით, ხანძრის რისკი განსაკუთრებით ზაფხულში ლაშქრობისა და საპიკნიკე პერიოდის გააქტიურებასთან ერთად მატულობს. Ebისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ხანძრები, რისი გამომწვევი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ადამიანების დაუდევრობაა. Კალკულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ხანძრებით განადგურდა დაახლოებით 4000-მდე ტყის ფართობი. Უფრო ახლო სტატისტიკას თუ შევხედავთ, მხოლოდ 2012 წელს დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობი განადგურდა ტყის. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ტყის ხანძრებისაგან დაცვის საერთო მოთხოვნები. კერძოდ, ნუ გადააგდეთ ანთებულ სიგარეტის ნავწოვს, ნუ დატოვებთ ტყეში ადვილად აალებად ნივთიერებებს, ნუ დატოვებთ კოცონს უყურადღებოთ. ასევე გაფრთხილებთ, რომ ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯანიმებას კანონის შესაბამისად.